ალბათ უფრო ხშირად პროსტატიტის გამოწვევი მიზეზი სქესობრივი გადამდები ინფექციებია, რომლებიც დროულად და სწორად არ არის ნამკურნალების სამწუხაროდ. ეს კონტინგენტი ძირითადად შედარებით ახალგაზრდა ასაკის მამაკაცები არიან და შესაბამისად გართულებებიც, რომელიც ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ახალგაზრდა მამაკაცებში, უფრო რთულია და აი ეს რაც ვახსენე, მაგალითად, შვილოსნობის პრობლემა, უბრალოდ უშვილობა, შემდგომი როგორც გართულება ინფექციებისა, ამ მამაკაცებში საკმაოდ ხშირად ხდება. ესენი ძირითადად ახალგაზრდა, ესეთი ფერტილური ასაკის კონტინგენტია და მამაკაცები არიან და ამიტომ მათ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ პრობლემას. ეს იქნება დისკომფორტის შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება, ან ტკივილის შორის სისარეში, იგივე დისკომფორტის, ტკივილის, სიმძიმის შეგრძნება სასქესო ორგანოების, მამაკაცის სასქესო ორგანოების არეში და საზარდულში. ეს იქნება შარდვისმიერი პრობლემები, რაც ნაწილობრივ აღნიშნე, ანუ ეს ხშირი შარდვა, გაძნელებული შარდვა, ღამით შარდვა, წვა დისკომფორტი შარდვის და საშარდემილში და შარდვის დროს გამონადენი საშარდემილიდან და ბოლოს ეს იქნება პოტენციის დარღვევა, რაც ასევე ამ მამაკაცებისთვის, ამ კონტინგენტისთვის, ვინაიდან თქვით რა, რომ ესენი ახალგაზრდა მამაკაცები არიან, ასევე მათთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი დარღვევა. თუმცა, ეს პრობლემა, ეს გართულება რომ დაადგეს, ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს და ეს მოხდება მაშინ, თუ მამაკაცმა დიდხანს არ იმკურნალა, მაგალითად, ან არასწორად იმკურნალა, აი ამ შემთხვევაში.